როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. მოკლედ, დღეს არ ვაპირებდი თქვენთან შემოსვლას, მაგრამ დავინახე 20,000 გაონწერი და ნუ მოკლედ ეს არის ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ამ შაბათ დღეს. ძალიან დიდი მადლობა ყველას ნდობისთვის. პირველად როცა ხლა ტყდება პარიზი აქ. პირველად როცა საერთოდ შემოვედი YouTube-ში და აბსოლუტურად არც ერთი გაონწერი არ მყავდა, აი ეს პირდაპირ ხედავდი 19,000. ხო, კაი 25,000 თქო. არ ვიცი საიდან იყო, მაგრამ 100-ია. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ნდობისთვის, მეგობრობისთვის და ძალიან მიხარიხართ. რა თქმა უნდა, არ მაქვს მოფიქრებული არაფერი, რაზე ჩავწერ, მაგრამ კლასიკურად მოდი ფიქრი, გრძნობა და მოქმედება გავაკეთოთ. დავიწყოთ. ჩემი ASMR-ისთვის ჩასაწერი მიკროფონია, იმედი მაქვს კარგად ისმის, იმიტომ რომ ეს მაინც გათვლილი არის ASMR-ისთვის. ნახოთ. რაღაცა პეტრიჩკა ამებნა სადღაც, უბრალოდ გადამყვანი და იმედია მართლა კარგად ისმის. ნახოთ რა, მისი ფიქრი, რას ფიქრობს, რას გრძნობს, დღეს მოჭარბებულად მინდა რაღაცა ტარო ჩეხო და სამწუხაროდ დღეს ბევრი დრო არ მაქვს ასე თუ ისე ვასწრებ კონსულტაციებს. ნახოთ. ზოგადი გაშლების მადლით ნახოთ ყველაფერი. რას ფიქრობს, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს. რა თქმა უნდა, 9 არკანი მაქვს ამოღებული. არც მე საერთოდ არაფერს არ დავამატებ და რასაც გვეტყვის. ნახოთ ფიქრები. ამ ადამიანმა თქვენზე ფიქრები ძალიან ბევრი ეცადა, მაგრამ ვერ დაასრულა. ანუ შეიხარ უსასრულო ფიქრი, თუმცა მე მაინც ვერ უყურებ აქ ჯანსაღ ურთიერთობას, ან საერთოდ ვერ უყურებ ურთიერთობა რო იყოს, რეალურად ვერ უყურებ. თუნდაც ეს ადამიანი იყოს მისინებით გასული აქედან, მაინც არა ხართ მის თავში დასრულებული გოგონებო. ეს არის მისი ქრონიკული სევდა. მე მის ფიქრებში ვკითხულობ ქრონიკულ სევდას. იმიტომ რომ აქედან ყველაფერი შეიძლება, თუ წარსულში რა თქმა უნდა ეს ურთიერთობა, აქედან ყველაფერი შეიძლება მაგრად გამოსულიყო და სხვათა შორის ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ დღევანდელ რეალობას ეს არ შეეფერება. რაც იყო, მაგრამ ისე ვერ გაგრძელდა, თუმცა მე მაინც ვიტყოდი, რომ თუ თქვენ გონიათ, რომ ყველაფერი დასრულებულია, ასე მარტივად არ დასრულდება ეს თემა, არ დასრულდება და თვითონაც იცის. უშენოდ ცდილობს თითქოს რომ ნორმალურად არის, მაგრამ მის გულში რაც ხდება მარტო მან იცის. ნახოთ გრძნობაში როგორ აქვს საქმე. გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, შემორჩენილი არის გრძნობა, გულწრფელი. იცი როგორ რაღაცა არის. საერთოდ როცა ურთიერთობები ირევა, ახლა ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, ასე ხო არ იქნებოდა. რაც არ უნდა მომხდარი იყოს, იხსენებს იმ გულწრფელ დამოკიდებულებას, იმ ემოციას, რაც თქვენთან განიცადა და არ მეორდება. ანუ შეიძლება სხვასთან იყოს, შეიძლება თქვენს მერეც ვიღაცა გაიჩინოს, მაგრამ ეს გრძნობა არ განმეორდება. იმიტომ რომ გრძნობა თქვენს მიმართ აქვს. ძალიან დაზარალებულია მისი ემოციური ფონიც. დაზარალებული და უსიამოვნო აგერ ბუზი შემომივარდა. მინიშნებები დაიწყო აივნიდან უკვე. ადრე უფრო ვაქცევდი ამას. ყურადღებას სხვა შორის ძალიან კარგად მუშაობდა გოგოებს, იმიტომ რომ გოგოებმაც მიაქცია მე ამას ყურადღება. დღემდე არ არის მისთვის სულ ერთი რას აკეთებ, ვისთან ხარ, რა პოსტებს დებ, იმიტომ რომ სულ არის საქმის ყურში და
სპეციალურად ივსება. აი ნახე, ხო ცდილობს რომ გაგაქროს ფიქრებიდან, ხო ცდილობს, მაგრამ არ გამოდის და ქრონიკული ფიქრი და დარდი და სევდა ხარ, მაგრამ გულს ვერ ებრძოლება კარგად და ვიტყოდი არ ებრძოლება, იმიტომ რომ შეიძლება შენ გიყვარდეს ადამიანი, გინდოდეს, მაგრამ რატო უყურებ, რატო გაინტერესებს, რატო აკეთებ მოქმედებას? ანუ ხელს უწყობს აი ამ დარდს, ასე რომ გიყურებს და ყველაფერი შენზე აინტერესებს. რაღაცნაირი წინა მოკლედ დამღალა. მინიშნება დამღლელია ეს ურთიერთობაც. მოქმედება რა იქნება? დაიქოქა მანქანა. მოქმედებას მაინც ელოდეთ მოქმედებას. და რატომ? ჯერ კიდე ბოლომდე არ აქვს ამას უთქვენობა გამოცდილი, იმიტომ რომ ალბათ რომ გიყურებს რაღაციდან იკვებება. ასეთი შეგრძნება მაქვს მე აქ. ეცდება ყველანაირად, რომ თითქოს დროს მიანდოს ყველაფერი და აუცილებლად დასტაბილურდება მერე ყველაფერი. ამის მას ჯერა. ერთი მომენტია მარტო, რაც უნდა გავაჟღერო, თუ კონკრეტულად ქორწინებაში ეს ადამიანი, ამ შემთხვევაში იცოდეთ, რომ თქვენზე არ იქნება მოქმედების დადებითი პროგნოზი, იმიტომ რომ ის დარჩება თავის ურთიერთობაში, სადაც არის. მაგრამ ვაი იმ ურთიერთობაში დარჩენას, იმიტომ რომ ეს იქნება ყოველთვის მარტო თავის ემოციებთან და ყოველთვის გაიხსენებს იმ პერიოდს, რაც გაიარა თქვენთან და თქვენს კომუნიკაციას იხსენებს. სულ. მაგალითად კიდე არის მომენტი, ვინც განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებს ჩატაობიდან, იმიტომ რომ იხსენებს ამასაც იხსენებს. მოქმედებას ელოდეთ უფრო მოწერით, სწორებზე ცეცხლები, გულები, რაღაცა ესეთი მინიშნებებით. კონკრეტული მოქმედება ჯერ არ მომდის, იმიტომ რომ შენი გადაწყვეტილებაც იცის, თავის ამბავიც იცის და მოკლედ ახლა არ არის მაგის დრო. თუმცა გადაწურული არ აქვს თავის თავში იმედი და იცდება, ვინც თავისუფალია თქვენთან დაასტაბილუროს ყველაფერი კარგად და ესეც გაივლის, მაგრამ ეს არ ეხება იმათ, ვინც ოფიციალურ ურთიერთობაშია. გოგონებო, მე როგორც ყოველთვის ყველას გელოდებით კომენტარებში. ძალიან მიხარი ხართ, მადლობა ძალიან დიდი, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და კოცნით.